ყველა იმ ადამიანს, ვინც ხარი დაუჭირა სტრატეგია აღმაშენებელს, ჩვენს გუნდს და ჩვენ ვიქნებით, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერის ერთგულები და ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომელიც ჩვენმა ისტორიამ წინ დაგვიდო, რა თქმა უნდა, ერთსულოვანია სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და არც ერთ შემთხვევაში არ შევალთ პარლამენტში. ეს არის უპირობო გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ გუშინ ვაცხადებდით, მაგრამ ეხლა გვინდა რომ ესე ერთიანი განცხადება გავაკეთოთ. მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უთხრა. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ წინაშე არის ძალიან დიდი გამოწვევა. ან ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოს, ან ვაბარებთ ამ სახელმწიფოს ივანიშვილის რეჟიმს. მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად არც ერთი წამით არ ვაპირებ უკან დავიხიო. ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე. ჩვენ ვიქნებით ქუჩაშიც, ჩვენ ვიქნებით ყველგან იქ, სადაც საჭირო იქნება იმისათვის, რომ გამარჯვებას მივახციოთ. კვირას ყველას გთხოვთ, საერთო ეროვნული შეკრება 3 საათზე უნდა გავმართოთ რუსთაველზე. ყველა უნდა შეიკრიბოს, როგორც თბილისი, ასევე რეგიონები. ძალიან გთხოვთ, ეხლა წყდება საქართველოს ბედი. თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს არ ყოფილა. იმიტომ, რომ ყველა ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რასთან გვაქვს ეხლა საქმე. საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან. საქმე გვაქვს ქართული დემოკრატიის დასამარებასთან. საქმე გვაქვს უმძიმეს სიტუაციასთან, რომელიც ხვალდაზე გველის. ჩვენი მომავალი თაობა ვერასდროს ვერ გვაპატიებს უპრინციპობას ამ სიტუაციაში. მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვიბრძოლოთ ბოლომდე. მე გთხოვთ თითოეულ თქვენგანს, დავდგეთ ერთად. დავიწყოთ აღმშენებლობა და მშენებლობა იმ სახელმწიფოსი, სადაც ქალიც და კაციც, დიდიც და პატარაც, ყველა იცხოვრებს ნორმალურ პირობებში. მოდით ვუთხრათ უარი აი ამ კატასტროფას, რომელიც ხდება. მეგობრებო, გუშინ წინდელი დღეს არ იყო არჩევნები. ეს იყო საშინელი, ვერაგული, თაღლითური მოპყრობა ამორჩევლის ნებასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს გქონდა დიპლომატიურ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ხედავთ როგორ იცვლება უკვე მათი პოზიციები, მთელი მსოფლიო დადგება ჩვენს გვერდით და არავინ არ მისცემს ივანიშვილს და მის რეჟიმს სახელმწიფოს ქვეყნის საბოლოო მიტაცების შესაძლებლობას. დიახ, დაგჭირდება ქუჩაში დგომა, დიახ, დაგჭირდება გამძლეობა, დიახ, დაგჭირდება დღე-დაღამე მუშაობა, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი უკან, იმიტომ რომ დღეს ჩვენი სახელმწიფოა გადასარჩენი, ჩვენი სამშობლოა გადასარჩენი. ვისაც გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად. სხვა გამოსავალი არ არის, ჩემო ძვირფასებო. ფულმა არ შეიძლება იყიდოს საქართველო. ფულმა არ შეიძლება იყიდოს უზარმაზარი ისტორიის მქონე ქვეყანა. ფულზე არ გაიცვლება არასდროს ქართველი ადამიანის ნების თავისუფლება. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიყოთ ყველგან წინა ხაზზე. პირველები ვიყოთ აბსოლუტურად ყველგან, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი წამით უკან არ დავიხებთ. იმიტომ რომ ვიცით, რომ სიმართლე გაიმარჯვებს, დემოკრატიული საქართველო გაიმარჯვებს, ერთიანი საქართველოს იდეა გაიმარჯვებს და რაც თავარია, თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს. ასე რომ სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი, რა თქმა უნდა, გადადის იმ საპროტესტო ღონისძიებების აქტიურ ორგანიზებაში ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომელმაც საბოლოო გამარჯვება უნდა მოგვიმოპოვოს ჩვენ. კაბატონ თაკოს თხოვ, გააკეთოს განცხადება. დიდი მადლობა, ვინც ხმა მოგცა, უღრმესი მადლობა, მაგრამ სტრატეგია აღმაშენებელი დაპირდა ხალხს, რომ ის შევიდოდა პარლამენტში მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილიყავით მათ სამსახურში და მოგვეხდინა რეფორმები სამართლებრივი. ვინაიდან ეს ვერაფრით ვერ მოხერხდება და ეს იქნება ფარსი და ტყუილი, ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ, რა თქმა უნდა, პარლამენტში შესვლაზე და მე მინდა მადლობა უთხრა გიორგი ვაშაძეს, რომელმაც კვლავ უმაღლეს დონეზე გაიარა პიროვნული ტესტი და დილის 4 საათზე, როდესაც განცხადება გავაკეთეთ სტრატეგია აღმაშენებელმა გუშინ წინ დილის 4 საათზე, მე ბედნიერი ვიყავი, რომ მთელი გუნდი იყო ერთსულოვანი. მთელმა გუნდმა გაიარა ეს პიროვნულად ღირსეულის ტესტი, რომ ჩვენ ხალხის სამსახურში უნდა ვიყოთ და არა რუსი ოლიგარქის სამსახურში. დიდი მადლობა გიორგი და დიდი მადლობა იმისთვის, რომ მე არ შევცდი და დავინახე ეს ახალგაზრდა კაცი, როგორც ღირსეული ლიდერი, რომელსაც არც ერთი წუთი და დრო არ დაჭირდა. არანაირი ტაიმაუტი და არ დასჭირდა. არც ერთი საათი და წამი იმისთვის, რომ რაიმე მოეფიქრებინა განსაკუთრებული იმის თაობაზე დაეთმო თუ არა მანდატები. უპირობოდ ერთ წამში მოხდა ძალიან რაციონალური სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენ ყველამ ერთად ვთქვით, რომ სახელმწიფოს მიტაცებას აქვს ადგილი, ქართული სახელმწიფოებრიობა საშიშროების ქვეშ არის
საფრთხის ქვეშ არის და ჩვენ უპირობოდ მივიღეთ ჯერ კიდევ გუშინ წინ დილის 4 საათზე გადაწყვეტილება ყველა ტელევიზიით გავაკეთეთ განცხადება. ეხლა უბრალოდ ლამაზად ასე ვთქვათ, დავაბრიფინგეთ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და პატივისცემა ყველა თვითონ თქვენთაგანს, მაგრამ აი რომ გვიყვარხართ და პატივს გცემთ, ზუსტად იმიტომ ვამბობთ უარს მანდატებზე, იმიტომ რომ ჩვენ დაგპირდით რომ სამსახურში ვიქნებოდით. იმ კანონებით ვიქნებოდით სამსახურში, რაც შეცვლიდა თქვენ ცხოვრებას. ვინაიდან ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ ფეოდალურ სახელმწიფოში, ამიტომ უარს ვამბობთ მანდატებზე. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რაც ერთ-ერთმა პირველებმა განვაცხადეთ სტრატეგია აღმაშენებელმა ჯერ კიდევ არჩევნების ღამეს, როდესაც ნათელი გახდა ის ფალსიფიცირება, ის მოროდიორობა, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა და ერთ-ერთმა პირველებმა განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ შევიდოდით პარლამენტში, არ გამოვიყენებდით იმ მანდატებს, რომელიც მოვიპოვეთ და დღეს ამას კიდევ ერთხელ უკვე მთელი გუნდის სახელით აბსოლუტურად სრული კონსენსუსით ამას ვაცხადებთ. და ზუსტად იმიტომ, რომ გრძნობთ პასუხისმგებლობას, ზუსტად იმიტომ, რომ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ხალხის წინაშე, ვინც ჩვენ ხმა მოგცა, ვინც ცვლილებებს მიცა ხმა, ზუსტად ამიტომაც არ შეუქმნით კომფორტს ოლიგარქს ერთპარტიულ პარლამენტში. ზუსტად ამიტომ არ შევასრულებთ რაღაც დეკორაციის როლს პარლამენტში. და დიახაც, ქუჩიდან იქნება ეს, ეთერებიდან იქნება ეს თუ ნებისმიერი ხელმისაწვდომი ადგილებიდან, ჩვენ ვიტყვით ჩვენ სათქმელს, ჩვენ დავდგებით ხალხთან ერთად სიმართლის სადარაჯოზე და ჩვენ სტრატეგია აღმაშენებელი გიორგი ვაშაძე და მთელი გუნდი ვიქნებით იქ, სადაც ქართულ ხალხს სჭირდება. ვიქნებით ბრძოლის ავანგარდში, ვიქნებით წინა ხაზზე საპროტესტო აქციების და აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ და უკვე ვიღებთ მომავალი აქციების დაგეგმაში, მომავალი ტაქტიკის შემუშავებაში საერთო ოპოზიციურ ფრონტზე, ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტნიორებთან და კოლეგა პარტიებთან ერთად. და ძალიან ბედნიერები ვართ დღეს ასევე იმით, რომ უპრეცედენტო ერთიანობა არის უპრეცედენტო პოლიტიკური პარტიების, ყველა მიმართულების და ეს ჩვენ საზოგადოებასაც და უცხოეთსაც, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც დაანახებენ, რომ ერთი არის დარჩენილი ქართული ოცნება. დარჩა მარტო თავის თავთან, თავის გაყალბებულ, მოპარულ ხმებთან ერთად და აქეთ მეორე მხარეს არის სრულიად საზოგადოება სამართლიანობის მოთხოვნით, მთელი ოპოზიციური სპექტრი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მოკლედ, მეგობრებო, თუ გაქვთ შეკითხვები, მე მგონი ყველაფერი ცხადია ჩვენ პოზიციაში, ვაპირებთ ბრძოლას იმისთვის, რომ არ დავთმოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი საქართველო არ დავთმოთ. თუ კი რომელიმე ბოლოს უკვე რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ შევიდეს თქვენი არა, ჩვენი სტრატეგია უცვლელია, ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ და მე მგონი არც იქნება ისეთი ოპოზიციური პარტია, ვინც არ შეუერთდება ამ საერთო გადაწყვეტილებებს. როგორც ვიცი, ძირითადი განცხადებები უკვე გაკეთდა, ვინ არის დარჩენილი, მე მგონი არც არავინ არ არის დარჩენილი. ხო, არა, გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა. ბატონ გიორგი, ერთი კითხვა მაქვს. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელდა ესეთი ფოტომასალა, სადაც საუბარია კარუსელებზე და გამიშნა ადამიანები, რომლებიც გამოსახული არიან ამ ფოტოებზე და ამბობენ, რომ პირველ ფოტოში თავად არიან ნამდვილად და მეორე ფოტოში თავად არ არიან. ამ ყველაფერზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას, შეგიძლიათ ვისკრათ? თვითონ არიან და არ არიან? ანუ გავრცელდა ფოტო, დაწერილდა კარუსელი, რომ ისწეს გამოდენება. არა ვართო ჩვენო? ჩვენ არ ვართო. ნუ, ამას ყველაფერს დაადგენს, სასამართლოც დაადგენს, ამისი მექანიზმები არსებობს, მაგრამ მაგალითად ისნის რაიონში გეტყვით, რომ მხოლოდ 45 უბანზე და სათითაოდ ვაჯამებთ ამ ოქმებს 635 ბიულეტენი არის გამქრალი. ანუ მასიური ხასიათი ქონდა კარუსელებს და წარმოუდგენელი ხასიათი ქონდა და ამიტომაც არის ამდენი ბიულეტენი დაკარგული. ალბათ საქართველოს მასშტაბით ეს ციფრები იქნება 1000-ობით და 10000-ობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივად ბიულეტენებს იპარავდნენ შიგნიდან, რომ შემდგომ უკვე ამომრჩევლის ნება გაეკონტროლებინათ. ამიტომ აქვე რო ვიცოდეთ, როგორც რიგგარეშე არჩევნები, ასევე მთლიანად საარჩევნო სისტემის მოდერნიზაცია უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ჟვანია და კომისიები უნდა დავივიწყოთ, ჩავაბაროთ წარსულს და ჩვენ უკვე დავიწყებთ მუშაობას, როგორი უნდა იყოს საარჩევნო დღე. მორჩა უკვე ამოიწურა ამნაირ საარჩევნო გარემოში, ვერ შევალთ არჩევნებში, იმიტომ რომ რაღაცა უნიკალურ დონეზე აიყვანა გაყალბების მექანიზმი ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ მორგებული არის იმ სისტემაზე,
არჩევნების დღეს არის. აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს, ტექნოლოგიურად უნდა განახლდეს, ახალი ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს კონდეს ნების გამოხატვის თავისუფლება არჩევნების დღეს. მადლობა.